საღამომშვიდობისა მეგობრებო, ამ თემაზე უნდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან უცნაურად მეჩვენება მართლა რა. იცით რა არის? ესე იგი, ფოსტის საკითხი, ანუ საქართველოს მასშტაბით, თბილისის მასშტაბით ფოსტის საკითხი არის უცნაურად გაბერილი ფასები რა და ვისაუბრებ ამ თემაზე და ძალიან გთხოვ, ახლა გადაუზიარეთ ყველას რა და განვიხილოთ ეს თემა, იმიტომ რომ მე ვიცხოვრე 14 წელი გერმანიაში, ცივილიზებულ ქვეყანაში. ესე ქვია ყოველ შემთხვევაში ცივილიზებული ქვეყანა. ეხლა დღეს რომ გადავიხედოთ, აღარ არის ცივილიზებული, იქ უკვე ჩამოსული არიან არაცივილიზებული ხალხი და გადავსებულია და ჭკუაზე არ არიან. ისე გააფუჭეს უკვე გერმანია ამ ჩამოსულმა ხალხმა და ტოლვილებმა და მე მინდა გთხოვოთ, რომ აი ახლა შემომიერთდეთ ყველა და გადააზიაროთ და ერთად განვიხილოთ ეს საკითხი. ესე იგი მე მახსოვს 2004 წელს მომიხდა მე გერმანიაში წასვლა 18 წლის ასაკში. 18-19 წლის ასაკში. მახსოვს, ზუსტად მახსოვს, მე როდესაც წერილმა გამეგზავნა და ჩემი მონაცემები გერმანიაში ოპერად წავედი მაშინ. გავაგზავნე გერმანიაში წერილი და მაშინ ფრენები იყო ესე არა ესე ხშირად არა ხალხო. ფრენები საქართველოსდან გერმანიაში იყო ძალიან იშვიათი. და რა ხდება ახლა? როდესაც წერილი გავაგზავნე მე 2004 წელს, წერილის ფასი დაჯდა აი არა 30 ლარზე მეტი. არა 30 ლარზე მეტი და ეს წერილი თანაც დაზღვევით გავაგზავნე. ანუ მაშინ ძალიან ჭირდა, განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და მე ეს ფასი 100 ლარზე მეტი რო ყოფილიყო გაგზავნის თანხა დამამახსოვრდებოდა. უბრალოდ არ დამამახსოვრდა, იყო ძალიან უმნიშვნელო მიზერული თანხა. მე მგონი 30 ლარიც არ გადავიხადე, 10 ლარი გადავიხადე მგონი. გესმით და დღეს რომ მე ვკითხე, მე ვთქვი რა დამიჯდება წერილის გაგზავნას საფრანგეთში, იმიტომ რომ შეუკვეთეს ჩემთან წიგნი და წიგნი არის როგორ იცი პატარა ბლოკნოტია ესეთი რომ ძიმე არ არის გესმის? კიდე არ მითხრა ახლა მშიაო, დედიკო უკვე ლოგინში იცექი, თორე გაგიჯდება ეს ხალხი იტყვის მიხედოს ბავშვს აჭამოსო, იცი რამდენმა მითხრა შენს გამო? აჭამოს ბავშვსო და არ გაჭმევ დედიკო მესაჭმელს. ჰა? რატომ მეკითხები ხოლმე სულ როცა ლაივში ვარ მშიაო? რატომ მეუბნები ხოლმე მაგას? ხალხს გონია რომ მე მშიერი ყავ და ნახე რა პუტკუნა ხარ ახლა შენ შეიძლება მშიერი იყო? ჰა? და ხალხო, აი უბრალოდ რა, კითხვა მიჩნდება. დღეს 21 საუკუნეში ვარ და ცივილიზებული აგერ მობილურებით ხალხი ჭკუაზე არ არის, მობილურებიც არ იყო მაშინ ხალხო. მე მობილური მქონდა როგორიც არ იყო მობილურები. რაღაცა ესე რომ უნდა აკრიფო ხელით და პატარა მაშინ გამოვიდა მობილურები, შემოვიდა საქართველოში. ამხელა მობილურები ქონდათ ხოლმე ხელში. და მე რა მაინტერესებს იცით? ჩვენ უკან მივდივართ თუ წინ მივდივართ რა ამ საკითხში. გერმანიაში წერილი რომ გააგზავნო ხალხო 40 ცენტი ღირს. წიგნი რომ ვიღაცას გაუგზავნო 1 ევრო შეიძლება დაგიჯდეს. როგორ შეიძლება 14 ლარი ღირდეს? პატარა ამხელა წერილის გაგზავნა რა ღირს მეთქი ისიც ვიკითხეთ. ეგეც 14 ლარი. საქართველოს მასშტაბით ხალხო. ეს არის 14 კაცი უყურებს, თვალია ეგ. და იცით რა არის მეგობრებო? აი უბრალოდ ჩვენ ამაზე ხმას არ ვიღებთ არაფერზე. შეუძლიათ ეს ფასები ისე გაგვიბერონ, რომ ძალიან დაგვაბეჭაონ რა. ძალიან ტეხავს. საზღვარგარეთ დღეს 110 ლარი რო ღირს პაკეტის გაგზავნა ძალიან ტეხავს თქო რა. ეს იგივეა, რაც ევროპის შემოსავლის თანხებზე, რომ მე მახსოვს გერმანიიდან 2004 წელს აქეთ რომ გამოვაგზავნე დიდი პაკეტი, 30 ევრო დამიჯდა. 30 ევრო არის ზუსტად დაახლოებით 110 ლარი დღეს. გამაგებინეთ რა, მაშინ გამოგზავნე შოკოლადები, კამფეტები, ერთი დიდი ის გავავსე, რა ქვია, ყუთი და 30 ევრო დამიჯდა და ერთი პატარა წიგნი 30 ევრო რატო უნდა დამიჯდეს საქართველოსდან რომ საფრანგეთში გავგზავნო მითხარით რა. მოდი დედიკო რა, ერთი წუთით იქით გადადი, აი აქეთ დაჯექი.
მიდი აი აქ სკამზე დაჯიქი. არ შეიძლება ესე და ჩვენ ამას ბიჭო საჭმელს რო უკვეთავ საჭმელი არ გიჯდება თანხა გესმის და წერილი რო გააგზავნო ესა 14 ლარი უნდა დაგიჯდეს უბრალოდ არ ტეხავს ან როგორ ქვეყანაში ვცხოვრობ მე ძალიან მიკვის რა და ეს ხალხი რო იძახის რომ აი აშენებული ქვეყანა და რაღაცა და ვინ აშენა ეს ქვეყანა თურმე სააკაშვილმა ქვეყანა აშენა და ივანიშვილმა გაგვაბწყინა რა და უკან წავედით, ეხლა უკან წავსნა ქვია ამაზე. ესე კი ფული გაუფასურებულია თუ 20 წლის წინ 10 ლარი ღირდა წერილის გაგზავნა დღეს 100. 10 ჯერ უფრო მეტი. გესმით? ანუ რაღაცა, ანუ ძალიან დაგვაჩმორეს რა, ძალიან დაგვაჩმორეს. დაგვჩაგრეს ძალიან რა. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ამის გასაგებია რომ შეიძლება მღვდლები ამას ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ მაგათ ფული აქვთ და არც ყურადღებას არ აქცევენ. ახლა წერილის და წიგნის გაგზავნა რა ღირს რა? არ აქცევენ ყურადღებას, აქვთ ფული, ამოიღებენ, გადაიხდიან. რა, შემოუვათ კიდე აგერ იქ საზღვარგარეთ წასული დედებისგან ფული მეორე დღეს ისევ გაევსებათ ჯიბე. მაგრამ ხალხო ამაზე ან მღვდელმა ან წერილია და წიგნის გაგზავნა მე სულ მენტალურ საკითხებზე ვლაპარაკობ აქ არ მაქვს საჭმელზე საქმე რომ აი საჭმელის გაგზავნა რატო ღირს ესეთი ძვირი მაქვს მე საკითხი ამაზე რომ ეს საკითხი არ უნდა გაპროტესტდეს სადმე ხალხმა ხმა არ უნდა მოიღოს რას გვიშვებით ხალხო წერილის გაგზავნა როგორ შეიძლება 14 ლარი ღირდეს პატარა ესეთი ფურცლის გაგზავნა როგორ შეიძლება 14 ლარი ღირდეს სად ცხოვრობთ ტრასები არ არის ჰიმალაიზე უნდა ავიდეს და იმიტომ არის ესეთი ძნელი თუ ბენზინი ღირს ძვირი თუ რა ხდება ხალხო გამაგებინეთ რა ახსნა ხომ მაინც უნდა გქონდეს ამას რომ რატოა ესეთი ძვირი არ ვიცი ვიხდით და იქნება ძვირი აგერ ხვალ კიდე 2 ლარს დაამატებენ საბურავების საფასურს თუ რაღაცას ესეთ მოიგონებენ. არა რა, ძალიან უცნაურობაა რა, აი ძალიან უცნაურობაა ხალხო რა. ამიტომ გადააზიარეთ, ვინც მეთანხმებით ძალიან გთხოვთ რომ ამოიღოთ ხმა და დამიწეროთ რა, უნდა ღირდეს ამდენი ფოსტის გაგზავნა საქართველოს მასშტაბით, მით უმეტეს თბილისის მასშტაბით. 14 ლარი უნდა ღირდეს წიგნის გაგზავნა? წიგნი არ ქვია ამას დედიკო მომიტანე ჩემ წიგნისა და ამ ხელაპატერა ბლოკნოტი. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. გესმით? მნიშვნელობა არ აქვს თურმე წიგნს გააგზავნით თუ მეშოქს. გესმის? ბიჭო, საყვარელი რატო ხარ? მოდი. მიდეთი ხარ საყვარელი? მეგობრებო, რა ვიცი, ისეთი ქვეყანა გვაქვს, რომ აღარ მინდა რა, რაღაცის გაკეთება და დაწყება ამ ქვეყანაში აღარ მინდა რა. გული ამერია ხალხო რა. და ნეტა გერმანიაში არ მეცხოვრა თქო რა. ამას ვერ მივხვდებოდი მე ამ განსხვავებებს და ვიქნებოდი ესე შეგუებული. როგორ შევეგუო, კაცო, გერმანიაში მიცხოვრია, წიგნებიც გამიგზავნია და წიგნებიც შემიკვეთია და ამდენი არ დამჯდენია 14 წარმოიდგინე ხა 14 ევრო რო გადამეხადა მე წიგნების გაგზავნა გამოგზავნაში. რა საკეთებდი დიკო ენას ხო ხალხს აჩვენებ შენ ენა? იდეა გული, ღერე პეჭერე. ტაქსი რა ხდება ტაქსი რომელიც 4.20 ღირს თოვში დამიწერა 11.80 არ ვიცი რა ვიცინოთ მოდი ვიცინოთ რა ქემაინც გამხიარულდეთ აღარ ვიცი უკვე რა უნდა ვქნა აი მაგრად გვაჩმორებენ რა და ჩვენც ახლა უსუსურებით რო დაეცემა ხო იცი აი უძლური ადამიანი რო დაეცემა და წიხლებს რო ურტყავენ და რო ვერაფერს ვეღარ აკეთებს ეს უძლური ადამიანი და იძულებულია რომ ეგდოს ესე და აიტანოს ეს დარტყმები აი ესე ვართ ჩვენ ყველა რა აი ესე გვიშვებიან ქართველებს და რა ვქნათ ხალხო აღარ ჩვენ ძალა აღარ გვწევს ალბათ და მოვუყოდეთ და ეგ იქნება ეგ უნდათ და მოგუკლან ბარემ რა რაღაც ვტანჯავენ რა
გვითხრან რომ აი იცი რა ვერ გიტანთ ამ ქართველებს და აი თქვენი სინსილის გაწყვეტა გვინდა და მოდი რა დაგხრიტონ ბარემ რა რას გვაწა ნელ-ნელა რო გვაწამებენ და ესე კვლავ როგორ შეიძლება ბიჭო იმ დღეს მოვისმინე ახალგაზრდა ბიჭის როგორ ზღუდავენ ახალ და გამოჩეკილ კომპანიებს ეს სახელმწიფო და გადასახადებში ქონა ეს რა არის? ერთი წუთი ეგ ვარსკვლავებს არ ჩუქნიან დედიკო რატო? ძირი ღირს ერთი ლარი ღირს როგორ მოიცადე ერთი წუთი როგორ ზღუდავენო და ჩამოთვალა ესე იგი შემოსავლიდან რო უნდა გადაიხადო 10% თუ 30% თუ რამდენი პროცენტიო და წარმოიდგინე აი ეს ჩაოლებრე ხა მე არ ვერკვევი ბუღალტერიაში მაინც მაგრამ როგორც თვითონ თქვა 15,000 რომ შემოსავალი გაქვს 10,000 უნდა გადაუხადო ესე იგი სახელმწიფოს და რაც დაგრჩება მე იქიდან უნდა გადაიხადო კიდე დანარჩენი ესეთი ეკლესიის გადასახადი იქ რაღაცა კომუნალურები ისინი და რისთვის მუშაობ რომ ესე იგი შენ მონა ხდები შენ რომ შენი ძალებით რაღაცა წამოიწყო და შენი ქვეყნისთვის მაინც კარგი რაღაც გინოდეს შანს არ გაძლევენ იმიტომ რომ ბიჭო ადამიანი ხარ და ფსიქიკა გაქვს რა შენ რომ შემოსავლის ორმაგს გადაუხდის რა ვიღაცა სახელმწიფოს რომელიც რას გიკეთებს არც არაფერს არ გიკეთებს გარდა იმისა რომ თავის ვილებს აშენებს და თავის შვილებს საზღვარგარეთ ასწავლეს რამეს მაინც გიკეთებს და სახელმწიფო ღირდეს მაინც მაგდენის გადახდა რას გიკეთებს მითხარით და 5,000 რო გრჩება იმის მეორედი რო გრჩება შემოსავლის მესამედიც არ გრჩება უბრალოდ ხელებს აწევ და აი თუ აღარ მინდა რა მუშაობა რა ისევ ჯობია რომ ვიღაცას დავემონო პასუხისგებლობა მაინც არ მექნება იმდენი და ამდენი სამუშაო ვიქნები მონა და ვიმუშაობ და გადამიხდიან ხალხო ძალიან თქვენ გერმანიაში იგივე პროცესია მეგობრებო მე გერმანიიდან რატომ მინდოდა წამოსვლა იცით გერმანიაში არის თავისუფალი მონობა თავისუფალი წესით ამონებენ მაგრამ იქ მონის საფასური ფასობს მაინც ისე გიხდიან რომ აი უკანასკნელი არ გამოჩენდე რა რომ აი მათხოვრის დონეზეც რომ არ იყო მათხოვრებს უფრო მეტი აქვს შემოსავალი დღეს ვიდრე დასაქმებულებს მართლა გეუბნები თქვენ წარმოიდგინეთ იმიტომ მათხოვრად გადაიქცა მთელი საქართველო დიდი კონცენტრაციას მაფანტვინებ რა პაჭუკა ახლა უნდა გეძინოს შენ ნახე რომელი საათია 11-ის ნახევარი რა გეშინია მამიკო იქ არ არის მიდი მაგრამ შენ რომ მითხარი მე არაფერი არ გითხარი შენ მკითხე რა არის რეიკიო და მე გითხარი მაღალი კაცი მეთქი ვშო მაღალი კაცების გეშინია მამიკოც მაღალი არ არის არა აბა რა არის შენ ისედი აი ჭერამდე რა არ გინახავს ხალხი არა ძალიან დიდი ხალხი არ გინახავს მე განახებ ხვალ განახებ კარგი საშხურავს პერუში სადარი განახე გახსოვს იქ რო განახე დიდი გოგო და პატარა ქალი დიდი გოგო და პატარა ქალი რო განახე გახსოვს როდის გიგანტი არის მეთქი რო გითხარი ვინ მე აგიხსნი ახლა ხალხს ველაპარაკები კარგი ბას აი გულები გამოგიგზავნეს პატარაო ხო მიმოძა მადლობა და ასე მეგობრებო რა ვიცი მარინოს ეხა იცი რა ზავწერ აი ძალიან ძვირი რო არის პოსტა საქართველოში რა საკო გერმანიაში ის შეიძლება 2-3 ევრო 2-3 ევრო ევროს 2-3 ევრო არის აქ ან 4 ევრო ხო 4 ევრო არის 12 ლარი და მე ჩვენ გერმანიის სახელმწიფო გვაქვს ამდენი შემოსავალი გვაქვს რაც გერმანელებს გერმანელებს სამჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვს გერმანიაში ჩვეულებრივ მოქალაქეს იცი როგორ არის
ეს ახალი შემოსული სისტემა. რა პოსტი არ იყო ადრე აქ. არ იყო, მაგრამ ბიჭო, ტრასები გაკეთებულია, მანქანები არსებობს. შეუძლიათ ჩვეულებრივად ერთი თან 3 დღე დასჭირდებაო პოსტის მისვლასო. კი ბატონო, 3 დღე დასჭირდეს. კი ბატონო. მაგრამ ნახე რას აკეთებენ, თან ზოგავენ ისინი იმაში დაგროვდეს კარგად ის პოსტები და მე გადაადგილენ ადგილზე. კარგია ეგ რომ ზოგავენ, ცუდი კი არ არის რომ ეხლა ყოველ წამ დაუწუნ რო არ იარონ და არ ხარჯონ და ეს დედამიწის ხარჯზე რო არ იყვნენ, მაგრამ როცა შენ ზოგავ, ხო? მეც ხო დამაზოგინე რა მეც რა. ანუ რატომ იმეტება? ანუ გამოსდით და ვიხდით და გამოსდით და გასდით უпростоრად. ჩვენ ვიხდით და მაგათ გასდით და რატო არ გააკეთებენ ხო თქვათ? რატო არ გააკეთებენ მაგას რა? რაც გასდით და რაც არ გასდით და ყველაფერი გასდით. აი, იცით რა არის რომ? ერთი წუთი დედიკო რა, შენ უნდა გეძინოს მეთქი ხო გითხარია. ხო, შენ ხო გეძინა მანქანაში და არ გეძინება ესე იქ. ხო. იქ მაშინ იქ დაჭექი და იქ დახატე რაღაცეები. ეგ ერთი. რაც უფრო საქართველოს ვეცნობი, იმიტომ ხვდები რომ მე არ მინდა გასვლა, აი გარეთ არ მინდა ხოლმე გასვლა და საზოგადოებრივ საკითხებში არ მინდა მონაწილეობის მიღება, იმიტომ ყველაფერში ხედავ რა უსამართლობები ხდება. ბიჭო, რაღაცა ლექციას დაესწრები, უშველებელი ფასები ადევს. 120 ლარზე ნაკლები არც ერთი ლექცია არ არის. გამოშტერებული ვარ ხალხო გერმანიაში 120 ლარი არც ერთ ლექციაში არ გადამიხდია, მით უმეტეს ლექციებით არის სავსე გერმანია. როგორ შეიძლება 120 ლარი გადაახდებინო ადამიანს შენს ბოდვაში? რამე მაინც იცოდე და ყველამ რო ბოდვა დაიწყო დღეს. თუ გინდა თქვა ჩემის ჩათვლით ყველამ ბოდვა დაიწყო და ამაში ფულს იღებენ ხალხო. ბადრი, მომწერე პირადში წიგნის შეძენა თუ გინდა, მომწერე შენი მონაცემები და კი არ გამოგიგზავნი, პირადად გაგიცნობ და მოგცემ, ხელზე გადმოგცემ თუ თბილისში ცხოვრობ და საქართველოში თუ ცხოვრობ. თუ რაიონში ცხოვრობ, გამოგიგზავნი. ძალიან აი მეუცნაურა ეს საკითხი რა, მე იცი რა, აი გული რატომ მტკივა ახლა იცი? გული მტკივა იმაზე რომ ხალხს ვუყურებ. მე ძალიან მეწოდებიან წასული დედები. აი დღეს მე მეტროთი ვიმგზავრე. ახალგაზრდა გოგოები. ესე იგი მოკვდნენ სიცილ ყიჭი რაღაცნაირად რო იჩინია ხოლმე, ხო იცი შემოხედავენ. გულის ამრევად რო იჩინია. და ხელში რო ძალიან ისეთი მაგარი მობილური კავეთ და რო ამარიაჟებენ და ეხლა მე ვფიქრობ რა, ეს გოგოები ხო არ მუშაობენ მაგათი მშობლები რომ მაგარი ტიპები იყვნენ და სქელი ჯიბები ქონდეთ, მეტროთი არ იმგზავრებდნენ ეს გოგო. ესე იგი, ეს გოგოები არიან დამოკიდებული თავის მშობლებზე, რომ შესაძლებელია კიდევაც საზღვარგარეთ არის წასული და 24 საათი წელებზე ფეხსით გავს და მე ვიცი რაც არის რთული მუშაობა საზღვარგარეთ წასულებისთვის. მე ვიცი როგორც მუშაობენ იქ წასულები. მე ვიცი ეს და მეწოდებიან, ამიტომ რომ ისინი იქ წელებზე ფეხსით გავენ. შეიძლება თავისუფლად ვერც კი აუხსნან რა მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ მოერიდოთ ეს სახში თქმის, რომ დაინდონ თავისი ოჯახის წევრები და აქ ხდება ესეთი რამე, რომ ბიჭო სახელმწიფო გღაფავს ფულებს. ეკლესია ფულებს გღაფავს, მათხოვარი ფულებს გღაფავს. ტრანსპორტი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება არის ჯერ კიდევ იაფი. მაგრამ მაგასაც გააძვირებენ ხალხო. მაგასაც. ნელ-ნელა ავლენ 10 ლარზე და მე მოგიხდება რომ გადაიხადო 10 ლარი ხო ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რა თუ წერილის გადაადგილება ღირსზე 14 ლარი ერთი ადგილიდან მეორეზე შენ უფრო მძიმე არა ხარ წერილზე მაგაზეც დაგიწესებენ 14 ლარს რომ აი ავტობუსიდან ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რო გადაადგილდი 14 ლარი უნდა გადაიხადო და მოგიწევს მე გლოვა
მოტოციკლეტებით და იმებით სიარული, ველოსიპედების სიარული. ხო და მე რაზე მაქვს საუბარი იცით მეგობრებო, რომ რას გვიშვებიან? სახელმწიფოს თუ გვიშენებთ, კაცო, აგვიშენეთ ისეთი სახელმწიფო, რომ ბედნიერი ვიყოთ ამ სახელმწიფოში. თუ მონათ ვიქეცი ამ სახელმწიფოში, რაში მჭირდება ეგეთი სახელმწიფოს აშენება, კაცო, არ საერთოდ არ მჭირდება, ვიქნები ისე 90-იან წლებში ბედნიერები მაინც ვიყავით. გაჭირვებულები ვიყავით, მაგრამ ესეთი რაღაცები არ გქონდა, არ გვიყენებდა ხალხს სისტემა. შეიძლება სრულად გაგვიძარცვა მთელი რაც მონაპოვარი ქონდა მანამდე ქვეყანას, ხო? მატორები ამოიღო, რკინა ამოაგლიჯა, ინფრასტრუქტურა გაწყობილი იყო, რა ვიცი, სახნავ-სათესები იყო, იმხელა ინფრასტრუქტურა იყო გაწყობილი, თუნდაც ნებისმიერ სოფელში, რომ ამოაგლიჯა ყველაფერი გაიტანა. კი ბატონო, გაძარცვა რაც კი შეეძლო და დაშალა მთელი სისტემა, მაგრამ ადამიანები რას აკეთებდნენ, იცი? სადღაცა რომ მუშაობდნენ, ისინიც ტეხავდნენ. აი მაგალითად რაღაც ფაბრიკაში ხო მუშაობდნენ, ამ ფაბრიკას მაგარი ასიაფანდებდნენ და ვითომ მუშებს უხდიდნენ, თავის ჯიბეში იდებდნენ. მე არ მესმის ეს ხორობა ხალხო, არა ვარ ეგეთი სულის რა, რომ ვიღაცას არ გადაუხადო და მე ჩავიდო ჯიბეში. აი როგორ უნდა გავიხარო ესეთი ფულით ხალხო? ან ჩემ შვილს როგორ უნდა უყიდო ან ტანსაცმელი, ან კამფეტი, ან სახლი, ამ ფულით, ესეთი ფულით როგორ უნდა ვიცოცხლო? მე ეს არ მესმის, აი პირდაპირ გულზე მედება და გულს მიგმირავს ესეთი რაღაცა რა, აი გული მეკუმშება. გულის შეკუმშვა კი არ არის ტყუილინა თქვა, მართლა გული მეკუმშება, აი ფილტვები მეკუმშება მაგაზე რომ ვფიქრობ, ეხლა ვიღაცას მოვატყუო და ჩემი ოჯახი იმის ხარჯზე, იმ საცოდავი ადამიანის ხარჯზე გავამდიდრო. აი გული მერევა. შეგიძლიათ, აი შემიძლია ნებისმიერ გულის რევის შეგრძნება მიჩნდება რა და კომუნიზმის დროს რომ მიეჩვია ამას ხალხი და მოაჯდა ამ ვითარებას რომ აი მოატყუე, მე რა მაგაზე იცი რა სიზავს, აი იმ დღეს მიყვებოდა ჩემი მეუღლე, ჩვენს მანქანას ჯიმნის კენჭი მოხდა რა და გაებზარა ფანჯარა. ხო და კენჭი რომ მოხდა და ფანჯარა გაებზარა, ეხლა სიცივე რო არის ეს ბზარი წავიდა რა ვიცი დიდზე. ხო და მქონდა ესეთი შემთხვევა, ბავშვები მეჯდა მანქანაშიო რა და ჩემს წინ დიდი ტრაილერი მიდიოდაო და ესე იგი ამ თოვლიანობაში და ეს კენჭები ხო ყრია ძირს, ისეთი გაზი მისცაო რომ მთელი ეს კენჭები შემოგვაყარაო რა და ნები აი ჩვეულებრივად შემეძლო ამდგარიყავიო და მე თქვა აი ამ ადამიანის ნახე რა უქენ ჩემს პანჯარას, ხო? მაგრამო ჩემს ბავშვებს ვკითხეო რა გავაკეთო ესე ვქნათო და ბავშვებმა მითხრა მე რომ მოიტყუებიო. ბავშვებმაც კი იციან, ანუ ეხლა ჩემმა მაგას როგორ გავაკეთებდიო, ჯერ როგორი მაგალითი ვიქნებოდი ჩემი ბავშვებისთვისო, მაგრამ იცი მეთქი მარინოს, მაგას გააკეთებდა მეთქი ქართველი მამათქო და თანაც იამაყებდა მეთქი იმით, რაც რო აი როგორ მოატყუა ის ტრაილერის მძღოლი მეთქი რა. ყველა შეიძლება არა, მაგრამ კომუნიზმში ჩარჩენილი ადამიანები ამას გააკეთებდნენ და თან იამაყებდნენ, აუ როგორ გავაცრუე ხედავ. ბავშვებმაც კი იციან, რომ ტყუილის თქმა არ შეიძლება. როგორ შეიძლება მით უმეტეს რომ იცი რომ შენი დასაქმებული მუშა თვიდან თვემდე წელებზე ფეხს იდგავს. იმას სახში ოჯახში უნდა შეიტანოს ფული, თავისი ოჯახი ელოდება, შენ ამ ადამიანს არ გადაუხადო, როგორ შეიძლება ხალხო, აგერ ჩვენ ახლა სოფელში სკოლას გვიშენებდნენ, დაინგრა ეს სკოლა და აშენებდნენ. 3 თვე ამუშავა პრარაბმა მუშები და არ გადაუხადა ფული და გაიქცნენ ის მუშები. როგორ შეიძლება ხალხო, მე მეტირება, როგორ ახერხებთ ამას? როგორ ახერხებთ ამას? ან უნდა იყო მაგარი ლოთი და ნარკომანი, რომ ფეხზე გეკიდოს ყველა? ესე იგი ნარკომანები ხართ რა ყველანი რა.
რომ აი ყველაფერზე წამსვლელი ხართ რა. მღვდლებიან პარლამენტში მჯდომ პარლამენტარებიან ჩვეულებრივ პრარაბამდე დამთავრებული ნარკომანების სასტავი ხართ რა, როგორც ჩანს რა. იმიტომ რომ თქვენ კიდიათ ხალხი ფეხზე რა. და მერე ვიღაცა მღვდელი შეიძლება მოვიდეს და მითხრას როგორ შეიძლება ქალის ამბიონზე ასვლაო. ძალიან გთხოვთ რა ხალხო რა. ძალიან გთხოვთ რა. ქალს აქვს ემოციები. ქალი აჩენს შვილს. ქალს აქვს უნარი, რომ ადამიანების მდგომარეობაში შევიდეს. კაცს არ აქვს ეგ. როგორ შეიძლება შენ მოძღრავდე ასობით და ათასობით ადამიანს თუ შენ ემოცია არ გაგაჩნია და არ გაქვს უნარი ემპათიის. არ გაქვს უნარი რომ ადამიანების მდგომარეობაში შეხვიდე. კაცი ხარ, არ გაქვს მაგის უნარი, შენ არ გაგიჩენია შვილი. არ შეგიძლია შენ იცოდე სიცოცხლის ფასი რა არის. ვერ იცი ისე როგორც ქალმა იცის. და დედათა წესი აქვს მოდებული ეს შარად რომ აი დედათა წესი რო ექნება როგორ უნდა ჩაატაროს ქალმა წირვა. ბიჭო ეს წირვა მეთქი გადაიდოს. რა პრობლემაა 1-2-3 დღე რო გადაიდოს აგერ ჩაატარებს კვირის შუა დღეებში როცა შეძლებს მაშინ ქრისტეს არ დაუწესებია ჩვენთვის რომ მაინც კვირას უნდა ჩატარდეს წირვა და საერთოდ არ დაუწესებია ჩვენთვის ქრისტეს წირვა. როცა მოხდებით ერთად მომიხსენეთ და ეს იქნება ჩემი შესაწირიო. მომიხსენეთო როცა ერთად იხდებითო სუფრაზეო ხალხო. არანაირად ეკლესიებში და იქ შენობებში არ წახვიდეთ და ესე აქნიოთ ის რაღაცა რიტუალები შვიდტოტა მენორები და ისინი არ დადგათო. რატო გადავედით ახლა ამ თემიდან ამ თემაზე იცით? ადამიანებს რო გული ქონდეთ, არ გააკეთებდნენ ესეთ რაღაცეებს რა. თუნდაც იმ პოსტის საფასურს ამ ხელაზე არ აწევდნენ რა. ქალებზე ზუსტად გადმოეციო მიმოზა ამბობს. სხვათა შორის მე ძალიან ბევრი არასწორი თვალით მიყურებს. არასწორი თვალით იმიტომ მიყურებს, რომ ჩემი შეიძლება ისეთი მომენტი აქვს ნანახი, როგორც იმ პროვოკატორმა ათეისტმა ამოჭრა კონცეპტიდან ის ჩემი ძუძუები და ხალხს ანახა, რომ ნახეთ რა და ხალხი მხედავს, რომ აი ნახე გაგიჟებულა ეს გოგო და იცით რა მეგობრებო? აი მინუს რო ხედავთ, პლუსიც ეძებეთ ხოლმე ადამიანებში რა. მე რომ პლუს არ ვეძებდი ადამიანებში, მეუფეებთან საერთოდ და მღვდლებთან საერთოდ არ ვილაპარაკებდი, მაგრამ როგორც ვხედავთ, მე ვსაუბრობ მათთან. მე ვეძებ დადებითსაც მათში. მართალია მინუსებს წინა პლანზე ვწევ და ვაჟღერებ, მაგრამ მე დადებითს ვეძებ, რომ დადებითი ვნახო ამ ადამიანებში, რომ იქნებ იმაზეც ვილაპარაკო ხალხო. და თქვენ რომ ადამიანს უყურებ და ეს გადაუსვავთ ხას ერთი რაღაცა ცუდი რაღაცის გამო, ისიც რატო თქვი ვერ გაიგეთ და საერთოდ კონცეპტში ვერ გაერკვეთ, იმიტომ რომ გეზარებათ 2 საათიანი ვიდეოების ნახვა, არა გაქვთ მაგის დრო, მაგრამ იმის დრო გაქვთ რომ ამ სახელმწიფოს დაემონოთ და წახვიდეთ სამსახურში, მაგის დრო კი გაქვთ. აგერ გეუბნებით რომ გათავისუფლდით მეთქი მაგ მონობისგან და არ გინდათ ეგ და არ გინდათ ჩემი მოსმენა, იმიტომ რომ არ გაწყობთ სისტემის წინააღმდეგ წასვლა რა. მაგის ძალა და უნარი არ გაქვთ თქვენ. ამიტომ იძულებული ხართ თქვენი თავი გაამართლოთ და თქვათ ეს გოგო გიჟია. მე არ მიკვირს და არც ის მიკვირს, რომ თქვენ არასწორი თვალით მიყურებთ. თქვენ გონია მე მიკვირს? თქვენ გონიათ რომ ქრისტეს ნორმალურად აღიქვავდნენ მაშინ და ფიქრობდნენ რომ ღმერთ კაციაო? ისინი ფიქრობდნენ ნებისმიერ დავის მოწაფეებიც კი ფიქრობდნენ რომ ეს კაცი გაგიჟდაო რა. თორე იქიდან არ მოწყდებოდნენ ადგილიდან იმაზე არ დატოვებდნენ ერთი წამით მარტო რომ მოწაფეებს რო არ ეფიქრეთ რომ ეს კაცი გაგიჟდაო ქრისტეზე, ხო? ერთი წამით არ მიატოვებდნენ იმას. და ქრისტეს რომ მიატოვებ მოწაფე და შეგეშინდება ქრისტეს გზაზე წასვლა, მე შენ მოდიხარ და მოძღრავ მე, ხო? როგორ გენდო რა, როცა ქალებს არ შეეშინდა და იქ იდგნენ. და იმათი ხსენება არ არის, იმ ქალების ხსენება არ არის, მარტო ეს კაცები გახდნენ ძალიან მაგრები.
აი მათი მოწაფეები მე რო შეეშინდათ ქრისტეს რო ვერ გაყვნენ ჯვარამდე და მე ეგენი როგორ მოძრაობდნენ და გვასწავლდნენ ვითომ ქრისტიანობას. მე არ ვჯერა მაგათი ქრისტიანობის ქრისტიანები რო ყოფილიყვნენ ეგენი ხო? ქრისტეს ბოლომდე მიყვებოდნენ როგორც ის მენელსაცხებელი დედები მიყვნენ ჯვრამდე. როგორ დავიჯერო რომ კაცს უფრო კარგად შეუძლია მასწავლოს სულიერება ვიდრე ქალს. ამიტომ ვფიქრობ ესეთ რამეს რა. სანამ ქალი ხმას არ ამოიღებს, ამ ქვეყანაში ფოსტაც გაგვლიტავს, ეკლესიაც გაგვლიტავს, პარლამენტიც გაგვლიტავს, ნებისმიერი ორგანიზაცია და ინსტიტუცია გაგვლიტავს, სკოლები გაგვლიტავენ და ყველა გამოგვიყენებენ სამსახურებში როგორც უნდათ ისე და თანდათან დაგიკლებენ ფასს, აგერ თურმე არაჟანს ფასი რო გავუვიდა, იმის ბრალი არის, რომ არ გაყიდა იქ მუშა ადამიანის. რომ ვიღაცას არ შეატენა, რომ აი წაიღეთ, როგორც ხდება ხოლმე რა. მაღაზიაში რო შედიხარ, რასაც გირჩევენ, ესე იგი ის არ უნდა იყიდო, იმიტომ რომ იმას მალე ვადა გასდის. და იძულებულია ესაწყალი მუშა, რომ შემოგატენოს, რომ იმას არ გადაახდებინონ მერე. ხალხო, დედა ვარ რა, სამი შვილის დედა ვარ და გული მიკვდება რა ხდება ამ ქვეყანაში რა. თუ ქვეყანაში არა, თუ დედამიწაზე არა, ეშმაკსაც წაუღია ყველა კაცო. ჩვენს ქვეყანაში რა ხდება? ქართველებს რას უშვებიან ხალხო? მე მეტირება და თქვენ არ გეტირებათ? მოიცა რაღაცებს მიწერენ აქ. თამამი ხომ ზედმეტად არ გეწყინოს. თამარ, თორემ ნიჭიერი ხარ და ჯიგარიც აბრამ როცა სივრცეში ხარ. აბრამ თუ მაგრამ როცა სივრცეში ხარ და ყველა გისმის გაუმართლებელია ისე სანდო ხართ. მიმოზა წერს. იცი რა მიმოზა? აი მოდი ხა გეტყვი რა. სივრცეში აი იქ რაც ხდება გარეთ ხო? იცი რა ხდება? ჩემი ესეთი გამოსვლები არაფერი არ არის ხალხო. მალამოა. გარეთ მე რასაც ვუყურებ, ნეტა მაგაზე გქონდეთ პრობლემა და ნეტა მაგას აპროტესტებდეთ და ნეტა მაგაზე იძახდეთ, რომ ეს არ შეიძლება ესე მოხდესო რა. ნეტა მაგაზე იძახდეთ, მე რომ არ მომახდეთ ხოლმე რა. ძალიან გთხოვთ, მე რასაც მინდა იმას ვიჟავ აი ჩემ სივრცეში რა, იქ ჩემ სახლში ვზივარ და აგერ ჩემ ტელეფონში ვიყურები. თქვენ რას აკეთებთ? აი ეს მე საერთოდ არ მაინტერესებს რა. თუ არ მოგწონთ, გადით, თუ მოგწონთ, მიყურეთ და მე რასაც მაკეთებინებს სულიც მინდა იმას მაკეთებინებს იმისათვის, რომ თქვენ გამოგაფხიზლოთ. თუ შიშველი გამომიყვან სულიც მინდა თქვენ წინაშე, ესე იგი ეგრეა საჭირო რა და საერთოდ რომ გავიხადო, არც მაგისი არ შემწყვება სულიწმინდის გამო რა. არ შემწყვება მეთქი გეუბნებით რა. არ მწხვენია მე ადამი და ევა სრულიად შიშვები დადიოდნენ და ჩვენ ამის დონემდე უნდა მივიდეთ, რომ ჩვენ არ შევხვცხვეს ჩვენი იმის ტანის რაც მოგცა ღმერთმა და ერთმანეთს ბილწი თვალით არ შევხედოთ. მე რო სულ შიშველი დავდგე გარეთ. შენ მე რა უნდა მითხრა? გიჟი ხარო? სულელი ხარო? თუ რას იზავდა ქრისტე ამ დროს? თუ ქრისტეს უწოდებ შენ თავს, საგიჟეთში გააგზავნი და ქრისტე? ბილწი ხარო იმას ეტყოდა? თუ გაიხდიდა თავის სამოს და შემოახვევდა? ან ეტყოდა რამეს ისეც, რომ მეორედ ესე აღარ გააკეთო? დღეს რას აკეთებენ ხალხო? პირდაპირ მნიშვნელობით საგიჟეთში უკრავენ თავს ხალხს, ვინც ესე იქცევა და ვინც აპროტესტებს, უბრალოდ ამ ხელა უსამართლობას ვეღარ უძლებს. სუფთა გული ამ ხელა უსამართლობას ვერ უძლებს. ამიტომ გამოვლინდება ხოლმე ესეთი საკითხები, როგორიც არის ადამიანს მე სიგიჟეთ რო ეჩვენება რა. მე რომ იმ ვიდეოში მკერდი გაჩვენე და ესე გადავიხსენი, ხო მკერდი, ხო? და ეხაც გადავიხსნი, მაგის დედავატირე, ქალები რომ მკერდს აჩვენებენ, მაშინ ხდება რევოლუცია. ის ვიდეო თავიდან ბოლომდე ნახე შენ? იმ ვიდეოში სიმღერები მოისმინე, იმ სიმღერების არსში ჩაწვდი? ვერცერთი რო ვერ გააკეთე, მარტო ეს ძუძვები დაინახე და მეტი ლაპარაკი შენ არ შეგიძლია და ამაზე ლაპარაკობ. შენ არ გელაპარაკები მიმოზა კონკრეტულად, მე ყველას ველაპარაკები ახლა. საპატრიარქოს ლომებს ველაპარაკები,
ჩემი პატარა ძუძუები რო არ მოეწონა და დიდ ძუძუებს რო არის მიჩვეული და პორნოგრაფიაზე რო არის აღზრდილი ან დიდ ყვერებს რო არის მიჩვეული და იმას რა ქვია ერთმანეთში მამათმავლობას ჩემი ძუძუები მაგათ არ მოსწონთ მაგრამ იცი ვის მოსწონს ჩემი ძუძუები ჩემს ქმარს გესმით და საკმარისია ეს ჩემთვის არ არის აუცილებელი რომ ყველას მოეწონოს ჩემი ძუძუები მაგრამ მე რადგან ქალი ვარ აი ამ ძუძუების სახელით შემიძლია ვილაპარაკოთ ეს სამი შვილი გაუზარდა ამ სამყაროს ამ ძუძუებმა და მაქვს სრული უფლება რომ ვილაპარაკო ჩემი კუთვნილი ძუძუების სახელით რა და განახო ჩემი ძუძუები რომ შე გამოფხიზლდე შენ მარტო ძუძუ გესმის ვიზა იმ დანარჩენს რასაც ვაპარაკობ ის არ გესმის იმისთვის ყრუ ხარ ძუძუს დონეზე ხარ აღუ დონეზე ხარ ბიჭო ჯერ აღუ დონეზე ხარ დასული გესმის და მე გესაუბრები რომ ეხლა უკვე შენ აღუ აღარ ხარ ეხლა უნდა მოეშვა მაგ ძუძუს წოვას და გაიარო ფეხზე ბაღში მივყავ ხარ უკვე ბაღში უნდა შეგიყვანო და შენ არ გინდა ეგ აპროტესტებ მაგას არ მრცხვენია ჩემი სიშიშვლის გესმით და როცა საჭიროა შეიძლება კიდევაც გავშიშვლდე ამისთვის მზად იყავით ყველა რა და თუ მზად არ ხართ მზად ხართ იმისთვის რომ დაამონებინო თავი თუნდა ეკლესიას და თუნდა პარლამენტს სახელმწიფოს მზად ხარ იმისთვის რომ დაამონებინო თავი ევროპას ამერიკას რუსეთს მზად ხარ იმისთვის რომ დაამონებინო თავი ნებისმიერ დოგმას ნებისმიერ მეცნიერულ ბოდვას მაგრამ იმისთვის მზად არ ხარ რომ ჩემი ძუძუები დაინახო პატარა ძუძუები ყოჩახ მაგარ დონეზე ხარ ასული ერთად ჩემო რა ხდება მზად ხარ იმისთვის რომ ქალის სხეულის ყიდვაში ფული გადაიხადო მაგისთვის მზად ხარ იმისთვის რომ 24 საათი პორნოგრაფიას უყურო მზად ხარ და მზად ხარ იმისთვის რომ საპატრიარქოს გვერდზე რომ შანგრილა დგას იქ შეხვიდე და მიათხრიშო შენი მთელი ოჯახის ქონება და მაგისთვის მზად ხარ მაგრამ ჩემი პატარა ძუძუების დანახვისთვის მაგისთვის არ ხარ მზად იმიტომ რომ მე ვამხილე ილია მეორე გაიგე შენ რომელიც გამონებს რომელიც მონად მოგიხსენიებს ღვთისშვილის ნაცვლად აი მაგას რო ვაპროტესტებ შენ რომ მონად მოგიხსენიებს რომელიღაცას ინსტიტუცია იმის მაგივრად რომ თქვას რომ ეს ღვთისშვილია და არა მონა შენ ჩემ ძუძუებზე უფრო დიდი პრეტენზია გაქვს ვიდრე იმაზე ვინც გამონებს კარგად დაინახე რა ჩემი ძუძუები რა დაინახე სულაც არ მწვენია რომ პატარა ძუძუები მაქვს ეს რაც მომცა ღმერთმა ეს მაქვს და მადლობელი ვარ მე ამის ღმერთის იმიტომ რომ ამ ძუძუებს სამი შვილი გააზრდევინა ზოგი ბოთლით ზდის შვილებს და საერთოდ არ აკარებს თავის ძუძუს რომ არ ჩამოეკიდოს მე სამი შვილი გავზარდე და არც ჩამომკიდებია ძუძუები გესმის იმიტომ რომ პატარა მაქვს და ამ ხელა ჯიქანები ჯიქანი არ მაქვს ამისათვის უმადლობ უფალს გესმის და შენ არ ხარ მაგისთვის მზად რომ დაინახო ჩემი ლამაზი ძუძუები ხო შენ დიდი ჯიქანი გინდა კარგად რომ უქანავებთ ხალხს ხო პროცესის დროს ეგ გინდა რომ დაინახო ხო იმიტომ რომ მაგდონეზე დაგიყვანა შენმა ეკლესიამ და შენმა სახელმწიფო მაგდონეზე მეტი ვეღარ დაგანახა შენ ესთეტიკა არ შეგიძლია ესთეტიური ადამიანის დანახვა ბუნებრივი ადამიანის დანახვა აღარ შეგიძლია იმიტომ რომ როგორც შენმა მედიამ ისე საზოგადოებამ ისე ყოვლად გარეთ გახვალ თუ შეხარ თუ ტელევიზორს უყურებ ის დაგანახა რომ დიდი ძუძუები და დიდი დაბერილი ასე საზიზღრად დაბერილი ტუჩები ეგ არის მოდაში და ეგ მაგას მიგაჩვია თვალი მეც ვეღარ აღიქვას უკვე всё დაგიყვანა ერთი დაბერილი ძუძუებიანი ქალისა და ტუჩებიანი ქალის დაბერილი ტუჩებიანი ქალის დონეზე და მე კიდე გელაპარაკები შენ რომ რამე გაგაგებინო ან მეჭკუა მაგ თავში და ან შენ არა გაგჭკუა შვილო არა
და ჩემი საუბრები შენ როგორ უნდა გაიგო? ბიჭო, 20 წლის წინ 16 წლის ასაკში ბავშვმა რო რაღაცა დავწერე, იმას ვერ იგებს. მასწავლებლების ვერ იგებს კი არა, კარგად იგებს, მაგრამ ვერ იგებს როგორ დავწერე იმ ასაკში ესეთი ლექსები და შენ გაიგებ იმას ახლა მე რას ვლაპარაკობ? შეიძლება 5 კლასიც არა გაქვს დამთავრებული? მაგრამ მე მაინც შენთვის ვლაპარაკობ? მიმოზე მეკითხება საწავიდა ის თამარ არჩიხლაძე ნინო იყო ბლოგერი თუ ვიღაც ქალების დროს დადგაო სად გაქრა ის არა იმას ბოლომდე არა ის ბოლომდე არ ვიცი მონახეთ მოძებნეთ საწავიდა მე ახლა ხალხს ხარ დაუწყებ ძებნას საწავიდა ლაშაწერს მაგარი ხარ დედა ხარო ხო მაგარი ხარ თამარო და ილიაწერს რა მოაჭრევინა ძუძუ არ აქვს ნაწოვი აბა რა აქვს ნაწოვნიო თამამი ხარ ზედმეტად არ გეწყინოს აი იცი როგორ იცი მე რა მორცხვი ვიყავი მიმოზა ეხა გეტყვი რა მე რომ მორცხვი ვიყავი მაგან არაფერი არ მომიტანა მონობის გარდა აი რომ მივხვდი რომ მამონებენ ხო აი მე რო გავხდი თამამი ვეღარავინ ვეღარ დამამონა და აი გირჩევთ მაგალითი აიღოთ შემგან რა გახდი თამამი აი ნახავ როგორ ვეღარავინ ვერ დაგამონებს რა შეგიძლია მე შუათითიცაც ჩვენო ძუძუებიცაც ჩვენო ფანჩარიცაც ჩვენო და ყველაფერი და მაგას თამამს დაარქმევენ და ძალიან კარგია რომ იცოდე რა შენთვის ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ მონა აღარ იქნები მე თამამი იქნები გესმის თამამი გერქმება და არა მონა აი თამამ ადამიანს სისტემა ვერ ამონებს მაგრამ ბეჯით და დაამჯერ ყოჩაღ ადამიანს სისტემა ამონებს ყოჩაღს რო გეტყვიან და შენ ხურები რო რაღაც ესეთი ეიფორიაში რო ჩავარდები მაგ ეგეთ ადამიანებს ამონებენ ეგეთი მონა ვიყავი ძალიან დიდი ხანი რომ მივხვდი რომ რაღაცაში აქ ვერ არის კარგად საქმე და მე თუ არ შევიცვალე შიგნიდან აქ ვერავის ვერ გავაგებინებ რას გულისხმობ და ხმა რო ამოვიღე მე ეკლესიამ გამომისროლა გარეჩე როგორ ხმა ამოიღეო რას ქვია ხმა ამოვიღე ბიჭო მე თქვი რასაც ხედავ იმას გეუბნები არ მოგწონს სისტემამ ეკლესიამ კი რა ეკლესია და გერ არის ჩემთან ჩემში არის ეკლესია ქრისტე მეუბნება მაგრამ სისტემამ რომელსაც გადააკეთა და დაგირქვა რომ ვითომ იქ შენობებში არის ეკლესია და ქრისტეს სიტყვები გადააკეთა აბსოლუტურად იმან გამოგიშრა გარდა აბა ერთი ვინმეს გააგებინე იქ ყველა გიჟად შემოგხედავს თუმცა არც მაგის არ შემეშინდა და აგერ ჯვარზე ავედი იქ მცხეთაში ჯვრის მონასტერზე და პირდაპირ ვამხილე მღვდელი რომ ამბიონზე ვამხილე თავისი მრევლის წინაშე მე თქვი იუდეური წესით რატო წერთ მე თქვი აქ წირვას კაცი გავაშრე ამბიონზე მერე დაველაპარაკოთო მერე დაველაპარაკე მანქანაში რო ჯდებოდა და რო არ უნდა და ჩემთან საუბარი და იცი რა მითხრა? მართალი ხარო თამა, რასაც ამბობ ყველაფერში მართალი ხარო, მაგრამ მე არაფერი არ შემიძლიაო. მე არაფრის შეცვლა არ შემიძლიაო, გესმის? ამ ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ესე იგი ვიღაცამ უნდა იხსნას ეს ადამიანი. ის მონაა, ჩვეულებრივი მონაა ვიღაცის. და რისი, ნეტა რისი მონაა, რომელიც საქართველოში ქართულ მიწაზე ამბიონზე დგას და იუდეური წესით წირავს. გამაგებინეთ ნეტა ვისი მონა უნდა იყოს, ამას ბევრი ფიქრი არ უნდა, ეგრევე პასუხი აქვს უკვე. ვისაც უწირავს, იმის მონაა. და რა ტიპიკონითაც წირავს, იმის მონაა, ხო? ის ქართველი არ არის, ქართულად საუბრობს, მაგრამ ქართველი არ არის, არ გამოდის ქართველი თუკი ქართულ მიწაზე იუდეური წესით წირავს. და მის სიმრავლე რო დამესია და რა დაიწყო მუქარები რომ შენ თუ არ ამოგა დაგაჭერინო და იქ პოლიცია დამაყენა თავზე უშიშროება დამაყენა თავზე უშიშროება ვერაფერი ვერ მიქნა იმიტომ რომ მართალი ვიყავი ბიჭო მეთქი ქრისტეს სიტყვებით გელაპარაკები და ქრისტე ამაზე მეც კი არაკეთებდა უარესებს აკეთებდა მეთქი ხა რო არ გადმოგიყირავეთ ეს დახლი ეკლესიაში უნდა იდგეს მეთქი მადლობა მაინც თქვით მეთქი რომ არ გადმოგიყირავეთ ქრისტესნაირად მეთქი
შენ ეშმაკისგან ხარ შეპყრობილი. მე ვარ ესე იგი ეშმაკისგან. აი ზუსტად ქრისტე რო შევიდა იერუსალიმში და გადმოუყირავა ის მომენტი განვიცადე. ზუსტად გამაგებინა ქრისტემ რას გულისხმობდა იქ და რა მოუვიდა იქ ქრისტეს. და უშიშროება დამაყენეს თავზე. თქვენ გონიათ ის პილატე რო დაიჭერს ქრისტეს უშიშროება არ იყო ეგ? თქვენ გონიათ არ იყო ეგ უშიშროება? უბრალოდ ჯვარზე ვერ გამაკრეს, იმიტომ რომ იქ უკვე ქრისტე ეცვა ჯვარს, ჩვენს გამო, რა შეწირა სისხლი. მე ჯვარზე ვეღარ გამაკრეს. მაგრამ ჩვეულებრივად შეეძლოთ ავეყვანე იმ მომენტში და გავეკარი ჯვარზე. რო ყოფილიყო ის დრო. ეხლა შეეძლოთ ჩვეულებრივად ავეყვანე და წავეყვანე საგიჟეთში, მარტო ვიდექი იქ, იცით? მერე დამემუქრენ თქვენი მეუღლის მანქანაა ეს უცხოელია ჩემი მეუღლე. ხო და ჩავთვლით რომ ეს არის საქართველოს ისა რაღაც საშიში პირს წარმოადგენს და აქ მეორე ხუთ წუთში ნახევარსაათი თუ არ წახვალთ, აქ დაგაპატიმრებთ თუ რა ვიცი მე რა გაგიდეპორტებთ ქმარსო. აი ესე დამემუქრენ. არც მაგის არ მეშინია. ხელს ვერ დაადებენ ჩემს ქმარს. იცით რატო? მე ზეციური ძალები მიცავენ და სადაც ზეციური ძალების დაცვა არის, იქ უშიშროება მუხლის ჩოქზე დგას, რო იცოდეთ და თვით სატანა სულიწმინდის მუხლის ჩოქზე დგას, სულიწმინდის წინაშე მუხლის ჩოქზე დგას. თვით სატანა ემონება სულიწმინდის სატანის ნებართვის გარეშე ეგენი ერთიც ვერ გაამოძრავებენ. აბა ერთი რამე დაგააკეთო, რა თვითონ სატანა გაანადგურებს მაგათ. სატანა და ღმერთს ემსახურება, იმას კი არა. სხვა ვინმეს კი არ ემსახურება. სატანა ემსახურება ღმერთს. მისი ყველაზე დაბალი იერარქი მორჩილია სულიწმინდის. თუ სატანა ხედავს რომ შენ ქრისტეს გზით მიდიხარ, ხო, ქრისტემ სატანაზე გაიმარჯვა ქრისტემ სატანაზე, ხალხო. შენ თუ ქრისტეს გზით მიდიხარ, წრფელი გული და არა პროვოკატორობით, ხო? ის ხელს ვერ დაგადებს. ის ქრისტეს მსგავსად ჯვარს ვერ გაცვავს. მაგრამ ზოგი გაყიდულია და პროვოკატორობს და იმიტომ ყვირის და იმიტომ ააჯენენ იმაში, რა ქვია, საგიჟეთში. არა ვარ მე გაყიდული, მე სულიწმინდის ძალით ვმოძრაობ. იცით თქვენ? ამიტომ სრულიად იუდეური სისტემის წინაშე წავედი. იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ქრისტესი და ქრისტესია საქართველო. და თუ შენ ეს არ გჯერა, რომ მე ქრისტეს სახელით ვსაუბრობ და ეკლესიისთვის კარგი მინდა და არა ცუდი, შენ მაგარი დაბრმავებული ხარ, იცოდე რა, ნებისმიერი 32 კაცი მიყურებთ აქ. ბრმა ხარ, შვილო, რო ვერ ხედავ რას ვაკეთებ, ბრმა ხარ, აბა რა ხარ. აგენტი ვარ, ხო? აგენტი ვარ და ხელი ვერ დამადეს მთელი იუდეური სისტემის, მთელი მასონთა სისტემის წინააღმდეგ მივწავედი და ხელი ვერ დამადეს და აგენტი ვარ. ნეტა ვისი აგენტი ვარ? მასონთა წინააღმდეგ მივდივარ, ვისი აგენტი ვარ, ნეტა? ნინო ხარაძე ამბობს ზუსტად ასე წირვის დროს ვამხილან, რას ბოდავ ეხლა თუ გესმის თქო და გამომათრიეს ტაძრიდან და 6 ეკიპაჟი საპატრულო მოვიდა. უშიშროება გამოიძახეს და დაგაყენეს თავზე, ხო? ბრავო, მაგარი ქრისტიანები არიან და ქრისტიანული მრევლია იქ რა, უშიშროების იმედზე რო არიან საწყალი გოგოს წინაშე. უჩა ამბობს მე მჯერა შენიო. კიდევ კაი, მადლობა უფალს. მე მჯერა შენი კი არა, მე მჯერა უფლის თქო, ესე უნდა თქვა რა. მე მჯერა რომ უფალს აქვს ის გეგმა, რომ ანტიქრისტი ამ ქვეყანაში არ გაამეფოს. აქვს და ამ გეგმით მივყავარ ზუსტად მე უფალს და არა სხვა გეგმით. და ზოგიერთი ამას ჩათვლის ამპარტავნება და ხიბლში ჩავარდნათ. ბიჭო, ხიბლში რო ვიყო და ხიბლი მაკეთებინებდებს ამ ხელა საქმეებს, მაგარი ტიპი ყოფილა ხიბლი რა. ხიბლში ვინც ჩავარდა, ეგრევე საგიჟეთში მოხვდა. ან ციხეში, ვინც ხიბლშია, ვერ იცავს სულიწმინდა ხიბლში მყოფ ადამიანს.
ვერც ამ პარტავნებაში მყოფ ადამიანს იცავს სულიწმინდა, ამიტომ არიან ამდენი, რომ საგიჟეთი და ციხეები გაივსო. მაგრამ ხომ გითხარით, სატანა ვერ ადებს ხელს მართალ ადამიანს. გულწრფელ ადამიანს სატანა ხელს ვერ ადებს, იმიტომ რომ სულიწმინდის დაქვემდებარების ქვეშ არის. ეგ წესი და კანონი თუ არ იცი, შეიძლება მართლაც ამ პარტავნებაში ჩავარდე. გესმის? კარგად მეგობრებო, გაგოცით.